კი. კი. არა, მე ვიცახი ის ნივთიერებებზეა ლაპარაკი ზოგადად ხო? ხო არა, ბატონო, ცილები კი. არა, მაგრამ ხორცის დონეს არ შეეთანხმება. ხო, ცხოველური ცილები აუცილებელია. იცი რა არის? მე გეტყვით, ეხლა მე თვითონ როცა ფიზიოლოგიაზე ვთქვათ, საუბარი მიდის, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ყოველთვის იყო ცინეიძანი. ანუ ოკულტური მედიცინა. ცინეიძანი ეს არის ჩინური ფიზიოლოგია, რომელიც აღწერს ადამიანის ორგანიზმს ენერგეტიკულ დონეზე. ეს არის ძალიან სერიოზული დონე, მაღალი დონე, იმიტომ სამი საფეხურია დონეში, დაიცის საფეხურები დაუისტურს საბრძოლო ხელოვნების და ერთ-ერთი უმაღლესი დონე ეს არის ცინეიძანი. თუ არ იცი ცინეიძანი, ვერაფერს ვერ აკეთებ. ხო ხდები? ასევე სამკურნალო პოზიციაში. ჩემთვის ენერგეტიკულ ასპექტს აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, იგივე ჩინელი შენ არ გეტყვის ბალახით იკვებეო. მარტო ბალახით იკვებეო. ეს ჩვენებს ატყუებენ ესე ვითომ იოგები. რომ ის აბანახი ინდოეთში როგორ იკვებებიან. რეალურად შეხედე. ხდები ხო? ხო და მედიცინის კი არა, მეცნიერების მიერ არის დადგენილი, რომ თავის ტვინის ეწყება შიმშილი, როგორც კი მარტო ბალახეულზე გადადის კვების დროს. არა, ვეგეტარიანობა არის ბალახეული. არა, მე ვეგეტარიანობაზე გითხარით ახლა. ხო, თორე გეტყვით საქართველოში როგორი წესი იყო კვების, თუ გაინტერესებთ, წარმართული. ანუ მარხვა არ არსებობდა, სესისულელია. არც პირველ ქრისტიანებში არ არსებობდა მარხვა. პირდაპირ იმიტომ უნდა ვიმარხოთო ქრისტეს რო ეკითხებიან და როცა მეფე თქვენ შორის არის რატო უნდა იმარხულოთო. თან გეუბნებიან რომ ქრისტე არ არის მკვდარი, შენ გვერდზეა ყოველთვის მუდმივად. თუ შენთან არის, მაშინ რატო მარხულობ? ეს არის სიგიჟე აბსოლუტურად. მაგრამ ქართული წესი როგორი იყო? ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ქართველი კაცი არც ერთ შემთხვევაში არ შეჭამდა ხორცეულს. არც თევზეულს. არც კვერცხეულს. ანუ ცოცხალს არაფერს არ შეჭამდა. ბალახეულის და მცენარეულის მეც, სულ ერთია ხილი, ბოსტნეული. მაგრამ სამშაბათს ქვეყანა რო დაქცეულიყო. აუცილებლად ხორცის რო არ გონოდა კვერცხს მაინც შეჭამდა. ხუთშაბათი ეს თევზის დღე იყო. და ეს არ იყო კომუნისტების მოგონილი, იქიდან იყო გადმოტანილი. კვირაში ერთი დღე აუცილებლად თევზით უნდა ყოფილიყო კვება. შაბათი და კვირა რაც კიდე ეჭამა.